ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში. მას 77-დან მხარის 68 დელეგატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა, 2 კი თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომელსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. პროექტში ასევე წერია, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ტრულ დამოკიდებულებას ევროპული ორგანიზაციებისა და მათი წევრი ქვეყნების მიმართ. რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, ეხება კრიზისს, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. საქართველოში შექმნილი ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შესაბამისად, ამ რეზოლუციაში აღნიშნულია ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ჩვენი ბოლო დებატების შემდეგ მოხდა. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, რომ რეკომენდაციების მიუხედავად არანაირი პროგრესი არ მომხდარა. პირიქით, დემოკრატიული უკუსვა გაიზარდა. ყველაზე საგანგაშო ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური გამოძიების მიზეზით აკრძალვის განზრახვა. ის გადაწყვეტილება პოლიტიკურ პლურალიზმს გაანადგურებს და საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქცევს. ეს ქმედებები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან შეუთავსებელია. დემოკრატიული უკუსვა უნდა შეჩერდეს, რეკომენდაციები და მოთხოვნები უნდა შესრულდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ფუნდამენტური თავისუფლებები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობა აღადგინოს. დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ საერთო ღირებულებების პატივისცემაზე დაყრდნობით. ამ რეზოლუციის მიღებით არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმდინარე და დაუნდობელ ჩახშობას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით. ასამბლეა მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია საქართველოში. საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც უზარმაზარით და სახიფათო ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება. ერთი მეორის მიყოლებით თავდასხმებს ხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დაპატიმრებებსა და ანგარიშების გაყინვებს. უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც აყვავებული და რეგიონში ყველაზე იმედის მომცემი სამოქალაქო საზოგადოება ყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა მიღებული კანონ პროექტების გამო. თუ შევხედავთ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ახლოვდება, ნული მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა არ ექნება. უპირველეს ყოვლისა უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც იმყოფება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და მეორე, თანამშრომლობა არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან არჩევნების დაკვირვებაზე. ოდირისთვის მოწვევა გვიან გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმა საჭირო უარი თქვა მონაწილეობაზე. და რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებების კონგრესი, რომელიც ასევე არ მიიწვიეს არჩევნებზე დაკვირვებისთვის. The situation in Georgia is deeply alarming. საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია. პოლიტიკური დევნა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ევროპულ გზას არ წარმოადგენს. ეს ქართული კოშმარია, რომელიც კრემლის კოშმარული სამოქმედო გეგმით არის შთაგონებული. შესაძლოა საქართველო ევროპის გეოგრაფიულ ცენტრში არ იყოს, მაგრამ ხალხს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება სურს. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო. ასევე შეშფოთებით აღვნიშნებთ, რომ შაბათ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ტარდება, სადაც არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი წარმოდგენილი არ იქნება. პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს. დამოუკიდებელი მედია გარანტირებული უნდა იყოს და პოლიციის სისასტიკე დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. დოკუმენტის მიხედვით ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის რღვევა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია და კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან, რათა შეჩერდეს დემოკრატიული უკუსვა და უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მიერ წევრობის ვალდებულებებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების შესრულება.